რა ხმა არის? შემდეგ 24 საათს მინდა ტაისონი გავატარებთ უღრან-ტყეში, ხუმელიანი გავით. ვეცდები გავაკეთო საწოლი, რომელიც ღამით ძალიან კომფორტული იქნება. ასევე მოვაწადებ გემრიელებს. და ასევე ძალიან საინტერესოა რა დადიოდა ღამით ჩემი კარვის გარშემო. ჩაუჯექით მეგობრებო. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Wilds. ტაისონთან ერთად ვარ გამოსული ტყეში და დღეს მარტო დავრჩები ძალიან მაგარ ადგილას. რაიმე უღრან ტყეს ვიპოვე. ახლაც უკვე კაიდი ტყეში ვარ. და დღეს ვარ ყველაზე დიდი ბარგით. რითის კი ოდესმე ყოფილი ვარ. ჩემი ახალი კარავი, აგერ ღუმელი, საკე საჭმელიც აქ მაქვს. იარაღი, წყალი ბევრი წამოვიღე მაინც. ვაი და ტყეში წყალი ვერ ვნახო. მოკლედ ძალიან დიდი ბარგით ვარ და ძალიან მძიმედ ვარ. ხელები უნდა გადავანაცვლო ხოლმე. მაგარი ქარიც არის და დღეს გავივლი სადღაც 10 კილომეტრს მაინც რა. 7-დან 10 კილომეტრამდე ასე ვფიქრობ. რუკას რო გადავხედე, უფრო დიდი ხეები და ესეთი უღრანი ტყე მაგ მანძილზე ჩანდა იმ წერტილიდან, სადაც მანქანა დავტოვე. ამინდი ჩვეულებრივია, ქარი ქრის, ღრუბელია, რო გადავხედე წვიმან რამე ეგეთი არ წერია და ახოთ მოკლედ რა იქნება. ჩაუჯექით მეგობრებო და გზადაგზა ჩაგერთვებით. გამოვიდნენ ეს საზიზღრები და ფრთხილად იყავით. არ არის სახუმარო. ვცდილობ რომ ძალიან არ მოვიკლა თავი. რომ კარგი ენერგიით ავიდე იქ. თან მეგობრებო, ვცდილობ რომ ჩემს ახალ წონასაც ასე თუ ისე შევეჩვიო და მაგიტო ვცდილობ რომ ყოველ წამოსვლაზე უფრო ბევრი ვიარო. უფრო ხშირად და უფრო ბევრი ვიარო. რაც თავიდან მარტივი ნამდვილად არ იყო. წარმოიდგინეთ, ვარჯიში რო დავიწყე, ვიყავი 55, მაქსიმუმ 57-ზე ავსულიყავი ხოლმე. ეგრე თამაშობდა წონა. დავედი 72 ნახევარზე. ესეთ კუნთოვანი მასით. შეძლებს დაგვარად სუფთად. რაში ძალიან ბევრ დროს, ენერგიასა და ფინანსებს ვდებ. აი მთელი გულით ვშრომობ. ხო და აი პლუს 3 კილოც და ეგ იქნება ჩემთვის პლუს 20. რა ცოტა არ არის რა და ფიზიკურად ძალიან ზეგრძნობ თავს. ძალიან მაგრად ენერგიის თემაშიც, მაგრამ აი სიარული მაგდროს რთულდება, რადგან შეჩვეული არ ხარ. წარმოიდგინეთ, წლობით რამდენი ხანი რა, ჩემი ცხოვრება რაც ვიყავი და უცებ ჰოპ. ადიხარ ამდენზე. მე რთულდება ასე თუ ისე ლაშქრობა, მე მეტყვი ვცდილობ ყოველ ლაშქრობაზე ესეთან დატვირთული დავდივარ. აი ჩანთ არის ახლა ძალიან მძიმე, ასეთი მძიმე მყინვარწვერზე რომ მივდიოდი მთელი ბარგით იქაც არ იყო. ხო და ვცდილობ ასე მძიმედ შეძლებს დაგვარად უფრო ბევრი ვიარო და გადავიდე ასე რომ ვთქვათ ჩემს ახალ თავზე რა. მოვედი მეგობრებო, ერთი ადგილი ვიპოვე. ქვემო ძალიან კაი ადგილები ვნახე, მაგრამ შემაღლებულზე ამოვიდი, იმიტომ რომ აი იქით დიდი ლოდებია ჩამოყრილი ძალიან რა და მაინც ჯობია ეგეთ ადგილს მოერდო, იმიტომ რომ შეიძლება შენთვის გაშლილი ქონდეს და მოულოდნელად რაღაც ჩამოვარდეს. ოხ, დამისვენენ უკვე კოღოები. აი იქითაც ჩანს ბევრი დიდი ლოდი. ამიტომ ჩვეულებრივ აქ გავჩერდები ახლა კოღოების საწინააღმდეგო სპრეის დავისხო. ეს მეგობრებო, იმ დღეს წინა ვიდეოშიც გეუბნებოდით. კიპების საწინააღმდეგოც ყოფილა რა, ძალიან ბევრი კოღო არის. ეს თხელი გზენკლავიანიც მაგიტომ ჩავიცვი. რო ნაკლებად შევწუხდები. თავისხი თუ არა წავიდნენ. ნუ აღარ მოდიან ახლოს. მოდით აბა. ვერა, ეგრე. ამას ასეთ რაღაცას თუ იყიდით თქვენს, შეგიძლიათ ფეხებზე შეისხუროთ ქვედა მხარეს, აი წინდების თავზე. რო რამე კიპები თუ იყვნენ გარშემო და ამოცოცებას ცადეს, დახვდებათ ეგ თქვენი სპრეი.
შარშან წინ და წელს ჯამში მიკვინა 16 ვატ კიპამ. მადლობა ღმერთს რომ არაფერი არ შემეყარა მაგათგან, იმიტომ რომ ძალიან საქმეა. შეიძლება აი ადამიანი გარდაიცვალოს, ისეთი რაღაც შეეყაროს. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად რა. სწორი არ არის ეს ადგილი, მაგრამ აი ეს მხარე კარგ სისწორეში მოდის. აქეთ ცოტა ეშვება და ეგრე გავანაწილებ მე რო გავშვი კაროს რომ აქე დასაწოლი მქონდეს. ოღონდ დასაწოლს რაც შეეხება ძალიან მაგარი რაღაც უნდა გავაკეთო. ყოველ შემთხვევაში ვცადო. საწოლი უნდა გავაკეთო ხისგან. ესეც ასე მეგობრებო, კარავი მზად არის. ფეჭს მერე ავაწყობ ცოტა. ჯერ მინდა ის საწოლის რაღაც კონსტრუქციასავით შევკრა. როგორ ვაპირებ მოკლედ საწოლის გაკეთებას. პირველ რიგში მჭირდება გრძელი სწორი ხეები. ხმელი, მაგრამ ისეთი ხმელი არა რომ მარტივად ხდებოდეს, აი მყარი ხმელი რო არის. ბევრი თოკი მაქვს წამოღებული, როგორც სქელი თოკები, ასევე პარაკორდის თოკები და კანაფის თოკი. კანაფის თოკით ამ ხეებს ერთმანეთს დაუმაგრებ მაგრად და აი კანაფის თოკით და იმ სქელი თოკით ძალიან მაგარ რაღაცას ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში როგორც მანამდე გითხარით, უნდა ვცადო. მაინტერესებს თუ გამოვა, რატომღაც გონია რომ გამოვა. და დღეს მექნება მაგარი საწოლი. უმეს ბარემ ავაწყობ. ჯობია რა. ესეც მოშორებული მექნება. აჰა, ორ ბოლცას გადაუჭერ და ეგ არის. ეს იქნება ჩემი დღევანდელი საწოლის ფეხები. ახალი მოწყვეტილი იყო ზუსტად რა. დიდი ხე ქონდა დაცემული. ეს კარგი იქნება ამიტომ რა, მარტივად არ გატყდება რო რამე, კარგადაც გაუთვლი წვერს, რაც მიწაში ჩავა და უფრო გაქაჩავს ეს ხე. ესეც ასე ეგ არის, საწოლის ფეხები მზად არის. თავიდან ვფიქრობდი რაღაც X-ის თემაში გამეკეთებინა, მაგრამ დამეჭიმა და მაგაზე დამეშვა საწოლი, მაგრამ ეს ვარიანტი მაინტერესებს რომ ვცადო რა. ასეთი მსგავსი ვიდეო არსად მინახავს. და მაინტერესებს როგორი გამო. ტაისონი იყო ზემოთ ასული რაღაცას ეძებს, აი ეს ჩამოყოლებას თუ ხედავთ ვიდეოში არ ვიცი. თითქოს აი რაღაც ჩამოახოხეს, ან ჩამოსრიალდაო. შეიძლება რამე ცხოველმა რამე დაიჭირა და ათრიან ჩამოიტანა პირიქით. ან რამდენიმე ერთად ჩამოიარა თუნდაც. შეიძლება საერთოდ რამდენიმე შვენმაც ჩამოიარა, იმიტომ რომ აი აქ კარავთან შველის ცურცლები ვნახე. ახლა ტაისონს მოუმზადოთ გემრიელი საჭმელი. მოიცა ტაისონ? გემრიელად მირთვი. წყარის კვერცხი ძალიან მაგარი რაღაც არის. ფეხების ჩასმის დროა. საკმაოდ ღრმად ვარჭობ, რომ ძალიან კარად იყოს. სიგანეს უნდა მოვიფიქრო.
აჰა. იდეალურ სისწორეშია. აი, ახლა მჭირდება სწორი გზელი ხმელები, რაც იქნება აი ეს გაშვება რა. პატარა ხეები მინდა კიდევ რომ აი ესენი დავაკავშირო, კარგად დავჭიმო, შევკრა მყარად და მე რამ ქვედა ფეხებს მივაბა. მაგაზე მაქვს ერთი იდეა, როგორ შეიძლება კარგად დავჭიმო. აი ეს არის, ანუ ეს უნდა მოვაჭრა. ეს დაჯდება ესე. თოკი რო დაიჭ, ახლა ამას თოქს რომ მოვაბო, სად უნდა დავჭიმო, ხო? სულ სწორი არის. ამიტომ ზემოთ უნდა გავაკეთოთ ჭრა. აჰა, ახლა უყურეთ. ესე დაიჭიმებო და ზემოდან მოვაბო. ეს იდეა ზუსტად ამ წამს მოვიფიქრე, იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ გამიკეთებინა ეგ ყველაფერი. სხვათა შორის საკმაოდ მყარი გამოდის. აი, ძალიან. ეს კაი ვქენი, რომ ფეხები უფრო ღრმად ჩავარჭე. შვენიერია. გამძლეც არის. თან ახლა ერთ კონკრეტულ წერტილზე ვაწვევი და ელემენტარული ფიზიკა მთლიან დრო დააწვება სხეული. მერე პრობლემა აღარ ექნება. ახლა რაც ყველაზე მთავარია. ჩემი წონა რო დააწვევა ამ ყველაფერს, ესენი ესე რო არ წამოვიდეს. ამიტომ აქ უნდა დავუმატო ხე. იგივე პრინციპით. ამას ამოვჭრი ორივე მხარეს, რომ ზემოდან დააჯდეს და მერე მაგრა დავუჭერ თოქს. რა ხდება ტაისონი რას აკეთებს? ხელახეს ეჯაჯგურება. ესეც ასე ძალიან მაგარი და მყარი გამოვიდა. ეს ქელი თოკი. ესეც ორი პარაკორდის თოკი. ასეთ ფორმაზე უნდა გავუშვა. ორჩანს უფრო უნდა დავჭიმო. ძალიან თან. იმიტომ რომ წონა რო დააწვევა, ახლა ხელით ჩავწიე და
აუ აქეთ როდისღა გამოვიდა. ეს ლურჯი კარგად იყო. არ მეგონა. ასე ჩავარდები რა თქმა უნდა ძირსაგებს დავიფენ. აუ რა კაია მეგობრებო. ჰამაკივით არის. აუ ძალიან მაგარია. აკოღოები რო გაქრნენ ეს იქნებოდა ყველაზე იდეალური. პარაკორდის თოკი არც კი დამჭირდა. ეს მეყო რა მოკლედ. კარგად გადავჭიმე და ეგ არის. ძალიან მაინტერესებს ამ წყლის გემო. აუ, საშინოდ ბევრი კოღოა აქ. ყარს. აი, გუშინ რო ეწვიმა, ან მაქსიმუმ გუშინ წინ რა, ახალი დამდგარი რო იყოს ახლა ეგ წყალი, ეგეთი მყრალი არ იქნებოდა და დავლევდი კიდეც. ეს კი იცით, ლაიფსტაილის ფილტრიანი მათარა, რომელიც შეგიძლიათ კემპშერში შეიძინოთ, ყველანაირ წყალს ფილტრავს აბსოლუტურად. უბრალოდ რო დავლევდი, მგონია რომ საზისგარ გემოს გამოაყოლებდა რა. მაგიტო არ გავურისკე გემოს თემაში თორე. ამით დამილევია, რავი, მე გურო და ნუდარე ვიყავით მახსოვს, მივდიოდით ნასოფლარ გარგრის თავზე თუ რაღაც ეგეთი იყო და ტალახიანი წყალი მოდიოდა ზემოდან რა. ან ტალახი იყო, შავი იყო. ეგ ავსე, დავლიეს უკამკამა წამოვიდა. ასევე რაჭაში დინარე რიცეურა, როდესაც ამღრეული მოდიოდა წვიმების შემდეგ და მეწყერის შემდეგ, ეგეც დავლიე და იდეალური იყო და ამით ნებისმიერ წყალი შემიძლია დავლიო. მით უმეტეს წვიმის შემდეგ ახალი დამდგარი წყალი სიტყვაზე ფილტრიანი მათარა რო ქონდეს, ჩაოლებრად შეგიძლია მიიღო. თავარია ფილტრიანი მათარა რაც გაქვს მართლა კარგი იყოს. იმიტომ რომ ბევრი ფილტრიანი მათარები არსებობს, რომელიც სინამდვილეში დიდი ვერაფერია რა. უნდა იყოს კარგი ბრენდი, კონდეს გარანტია რაც მთავარია და კარგად იცოდე ინდუ თუ არა მაყურებს. დაიშონს კიდევ ასე, მაგრამ კაცი დაიშო, მაინც ესევია, ნახეთ. აუ რა საზღარი არსება ყოხუროა. ნახეთ რა მხელა კოღოარი აქ. მეგობრებო, არ ვიცი ხსმენია თუ არა, მაგრამ ვიდეოებში ინგლისურად შემხედრია, რომ ხეზე ჩახუტება არის ძალიან კარგი და სასარგებლო. სავარაუდოდ ეგრეთ იქნება, ზოგადად ბუნებასთან უფრო ახლო კონტაქტი, ხშირად ბუნებაში გასვლა, იქ დარჩენა, ბევრი სიარული ბუნებაში, ამ საოცარი
ჰაერის სუნთქვა ამ ხმების მოსმენა ჩვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ჩვენ არ შექმნა ღმერთმა კორპუსებში საცხოვრებლად და სულ ქალაქში სასიარულო და საცობებში რო გავატაროთ ჩვენი ცხოვრება. ამისათვის არ შევქმნილოთ. ჩვენ ვართ ბუნებიდან მოდივართ რა. ამიტომ გონია ეგრეთ უნდა იყოს. აი ასე. რამ ხელახი ამას რამდენი რამ ექნება ნანახი. ეს დიდი ხმელია რომ მოვჭრა და მე ასეთ ნაწილებად დავჭრე და დავჩეხო, კარგი შეშა იქნება ძალიან. Tyson. Tyson. სომეულს ხო იცით საერთოდ არ ვჭამ ლაშა მომიღო მთლიან ტყვებიდან და ერთადერთი ცომი რაც დამიტოვა არის ეს ბებოსლავაში. შემიძლია სომეული მივიღო დარღვევის დღეს, ანუ შაბათს. თანახმად ნახშირ წყლები მჭირდებოდა. აი ამ ბებოსლავაშის სახით. ხუთი დაიწყო და ახლა უკვე არის ვიტამინ ფაუერის კრეატინის მეორე მიღების დრო. ახლა ამას დავლევ. შევხედავ მე შეშას კიდევ ხო არ დამჭირდება დავფიქრდები რა. ღამით ცეცხლის დატოვებას არ ვაპირებ. დაძინებამდე ისე ვიზამ რომ დაძინებამდე ჩაქრეს რა. ანამდე რომ ეყოს ღამით რაღაც პერიოდით მაინც. მერე გავუხოვი საძირეტო მარაში და დავიძინებ. სიცივე აღარც არის. არის თემაში გრილა და ღამით მაინც და გამთენის განსაკუთრებით სიგრილე იქნება, იმიტომ რომ ზემოთ ვარ და აქეთ მაინც ცივა რა. ხარი რო ემატება ამ ყველაფერს კაია, იმიტომ რომ კოღოები ასე თუ ისე ქრებიან. ვერ ქაჩავენ ქარში.
წერან ქიმერას წერდი რა Instagram-ზე და ხეს რაღაც შევატყე ძალიან ლამაზი რაღაც აქ თვალებით მანდ ეთყობა ადრე ტოტი იყო და რომ მოწყდა ეგრე დარჩა და ქიმერა მეუნება ისეთია გეგონება ზუსტად გეგონება ცოცხალია და შენ გიყურებს და მართლა მე მიყურებს კარგი მთელი ღამე უნდა მიყუროს ესე იგი და თან ზუსტად მე მიყურებს პირდაპირ კარვისკენ მეგობრებო, ტაისონი რაღაცა ეჭვის თვალით მიყურებს. არა თამაში უნდა. ცოტა ხანში კი უკვე დრო არის ჩემი დანა ავამუშაო ხორცზე. ხუმელის აგიზგიზების დროა. ძალიან მიყვარს ეს პროცესი რა. ტაისონ, ეს პატარა შეშებიც შენ გინდა რომ გადაგიგდო? ასეც ასე. ცეცხლი არის. ოქრო წვრილები რო გავუშო, კაი იქნება. ანთხელები. აუ რასაც სიამოვნო სიტყვა აქ იცით? ეს ტყის ცხოველების ლუკმა გახდება, ტაისონი არ კადრულობს. მარტო სვანურმავის დავუმატებ და ეგ არის. მეტი არაფერი არ უნდა ამას.
Tyson. გასინჯვით გაგასინჯე, მაგრამ მოვიფიქრო ახლა მე ამ შემწორებლებს დავუყო, იმიტომ კოცონი რო გაქვს ხოლმე კოცონში ვყრი. როგორც გითხარით, მანამდეც შემწორი ძვლები ძაღლისთვის ცუდია. Ახლა წავიღო თუ ვიცოთ. ეს აქიდოს რომ არ გაციდება მაინც თვიდად იქნება. ძალიან გემრიელი ჩანს. მართლაც. აუ ძალიან კაია. ძალიან გემრიელი და წვნიანი გამოვიდა. თან მარტო სონური მარილი მოვაყარე, მეტი არაფერი და აი ზე იდეალურია. ვსეინოთ მე და ტაისონი ტყეში და ჩიტის ბუდევი პოვე. ეტყობა ქარის დროს ჩამოვარდა. ძალიან შემეცოდა. ნახეთ. როგორ აქვს გაკეთებული ხავსით, თავისივე ბუმბულებით, პატარა ბალახებით. სადმე დავდები რა ვიცი. არ ამგონია გამოიყენონ, მაგრამ აიც რა. ესე იყოს. როგორ მოეწყო ეს ნახეთ. ძალიან კაი ტაისონ. დაისვენე. შენს გინდა დასვენები, ბაბა. მთელი დღე რო დარბიხარ და თამაშობ. ვაგიზგიზო წეღან აღარ მენქო ცოტა. დავზოგე შეშა. ახალი შეშაც დავამატე და იყავი ტაისონ. ჩამოდის ახლა ეს რომ გადავუგდო შეშა. აი რომ ცეძინებოდეს თუ თამაში მოუნდა, აზრი არა, უნდა ატკის. სულ ტყუილა ჩამოხვედით, აი შენ ჩვენი როდი წექი.
ამას ქუდიც რო აქ ეგეც მეხმარება რა. დაისონ შეშა არა იყო. ამო. ჩემი კარგი ბიჭი, ჩემი ერთგული მეგობარი. ასეთი ადგილების მინუსი არის ეგ რა, წყალი. აი ასეთი ადგილები, სადაც არ არის რაიმე ნაკადული, რაც ჩემთვის იქნება წყლის წყარო. ამიტომ წყალს ვიზოგავ. რაც ჩემთვის რთული არის. და ამიტომ გამოსვლამდე დღეს ვეცადე, რომ სადღაც 2 ლიტრი მივიღე. მარტო გზაში დავლიე 1 ლიტრი, 2 პატარა ბოთლი მქონდა დამატებით წამოღებული და ეს არის ლიტრა და რაღაცა და ამასაც ვიზოგავ. და ყავის დალევა მინდოდა ცივი ყავის ათქვეფით, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ ასეთ მომენტში, როდესაც ბევრი წყალი არ გაქვს და პირიქით წყალს იზოგავ, ყავის დალევა არის ცუდი იდეა, იცოდეთ, იმიტომ რომ ყავა არის შარდმდენი და შესაბამისად მეტი სითხე დაგჭირდება. ასე რომ დღეს ყავას არ დავლე. აი, ოდესმე თუ გახსოვთ, რომ ლაშქრობაზე დღისით ასე დაეძინოს. ეთყობა მოეწონა ეს ფუფუნება, სითბო, ცხოველებს ზოგადად უყვართ სითბო, რა ჩვენ შეიძლება აგერ აი აქ სიმხურვალთან ვერ დავიძინოთ და ცხოველები იძინებენ. და მოითენთა ეთყობა და ასე არის ამდენი ხანია. ტელეფონზე ვილაპარაკე ესა და არც იღვიძებს. რა ტკბილა ძინავს შეხედეთ. ეს მაგარი რაღაც არის, გირჩევთ იყიდოთ. ხშირად არ ვიყენებ, მაგრამ რაღაც მომენტებში კარგია. ტემუზე ვიყიდე. რაღაც დაკუნდრუშობს იქით. ხმა გავიგე ფოთლების სირბილის. ზე ჩავიდა და მალე დაბნელდება. მეგობრებო, წამოწოლილი ვიყავი და ესეთი ხმა მისმის გარეთ. თითქოს რაღაც დარბის. არ ვიცი. ამიტომ ცოტა ხანი კიდე დავაკვირდები, თუ ესე გაგრძელდა და გავალ ერთს გავისვრი. სიწყნარია მეგობრებო, რამდენიმე საათი გავიდა. ღომერიც ჩამქრალია, იმიტომ რომ ძალიან ცხელოდა, რასაც ქვია რა. აი, გაცლება არ შემეწო. ახლა ზემოდან წევარ. ჩაწოლას არ ვცვაპირებ, შეიძლება ხამი არ ჩავწო, შევხედავ სიტუაციას. გარეთ არის რაღაც. დარბის. იქით.
ვერაფერს ვერ ხედავ შეება. ხმაურზე გაქცევის გაიგებდა ჩემ ხმას. მაგრამ 100%-იანს გეუბნებით რაღაც იყო. აუ, რა ხდება აქ? თელფეხს მოუყვებიან. რაფერი არ მქონდა და რას დაესინე. რა ხმა არის? იცი რა ხანარი. ტურა. ესე იგი არ შევწდი. იარაღის გასროლაც დაემატა. სადღაც ჩემგან რამდენიმე კილომეტრში იყო იარაღის ხმა, ანუ სხვაც არის ტყეში რაღაც მანძილზე. ხმული ისე დაიწყო თავიდან. მეთქი ტურა არ არის. ეს უშუალოდ კარვის გვერდით არა. დაველოდები თუ რამე ახლოს მოვიდეს. იქით მიყრია ქათმის კანები. შეიძლება სუნზე მოვიდა რამე. ეს მეფარება აქეთ ეგ არის ცუდი. მოკლედ მეგობრებო, როგორც გადავწყვიტე ამაღამ, საძილე ტომარაზე ვიძინებ და არა საძილე ტომარაში. იმიტომ რომ რავი, კარგი ტემპერატურა არა. ცოტა ხანში YouTube-ს ჩაუჯდები, რამე ვიდეოს უყურებ. ამასობაში მოვითენთები. მანამდე პატარა ძალიან ოდნავი ცეცხლი მენთება ხომელში. მერე თავისი თბოს დაიჭერს. ახლაც რამდენიმე საათია უკვე ცეცხლი არ მინთია. რაღაცა დადის. რამდენჯერაც სანამ აქედან წამოვდგები, გავაღებ, მერე არ მხდება. მოასწრებს გასვლას ეგ ყველა ვარიანტში. გასაკვირი არც არის. მერე ფეხზე გავიხდი და აუ რა კარგია იცით. სერიოზულად გეუბნებით, ეს იქნება ტყეში ერთ-ერთი საუკეთესო ძილი. წესით და რიგით. ერთი მინუსია. ძალიან ცოტა წყალი მაქვს. ხმუპებსო. ჩაუჭიქ ჩემს საყვარელ YouTubers. ცოტა ხანი უყურებ, გავერთობი. წავალ მე დავიძინებ. I slept really well. აუ მომენატრა ეს ძილი. ძალიან მომენატრა. გარეთ რომ აგრაციო და საძილეში რო ხარ გახვეული და სახე რო გაქამოყოფილი. -20. მოკლედ მეგობრებო, დავწექით და საძინებლად შეგეხმიანებით დილას. ხოლო ადრე ავდგები. ხომერიც ჩაქრა. ეს კარგად მოკალათ და მე ჩემი რა გითხრათ, ბევრად კარგად დავწლებოდი, მაგრამ რა ვქნა, დაისონი მინდა რა კარგად იყოს. აბა, ტკბილი ძილი მეგობრებო, ხოლმე. აუ, მოგვამაღვიძა. გაჩერდა.
დილამშვიდობისა მეგობრებო. 6:09 არ არის ჯერ. ალბარგდი მეგობრებო და დავეშო. მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ როგორ მწყურია. აი საშინლად რასაც ქვია. ერთი სული მაქვს მანქანასთან ჩავიდე, ამიტომ ახლა ჩასვლაზე ერთხელაც არ დავისვენებ. პირდაპირ ერთი ჩაჭერით ჩავალ. მეგობრებო, ახლა ვფიქრობ, რომ დილას გავმაზე შლის დაფიქსირების შანსი. მეძინა, აღოდ აი ნახევრად რო გძინავს რა. და გარედან გავიგე მძიმე ნაბიჯები სიარულის. ჩემს დაბლა. და ეგეთი მძიმე ნაბიჯები ტურას არ აქვს. ბევრად ფრთხილია და უფრო ისეთი ნაბიჯებია გუშინ, რაც გვესმოდა ღამით. ეს იყო აი უფრო მძიმე ნაბიჯები და შელი იქნებოდა. მე ესე ვფიქრობ. სხვა ვარიანტი არ მაქვს. ეგეთი შელს არ გეუბნებით რომ ძიმია თქო გინდა თუ არა, მაგრამ ეგრე ფრთხილად და ჩუმად არ დადის. მაგრამ აი კათიშვილი ვიყავი. აუ ამის თვალი გამოვითხარე. მოკლედ მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Wilds. ძალიან კარგი იყო. ვისიამოვნე. მე ვსტავდებ დაგემშვიდობებით. მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არ დაგავწდეთ არხის გამოწერა. ჩვენ კი შევხვდებით შემდგომ ვიდეოში. აბა მაგრეთ.